არ გაჩერდა რა და ვიცი რომ რაღაცა საცხოვრებელი სახლი არ იწოდა, რაღაცა იწოდა, იმიტომ რომ არ გაჩერდა და აი იმდან მე დაჟე პოსტიც დავდი ლოტკინელების ჯგუფში რომ ხო არ იცით ხო რა ხდება თქო რა რომ სახანძრო ეს ხმა და დაკვამლიანება ამეთქი ძლიერი ჩემია, თურმე ჩემი ბაზრობა იწვის. რომელია თქვენი მაღაზია? აი თირან ასასვლელია და მე ხელმაწერა. რა ინფორმაცია გაქვთ რომ მთლიანად განადგურდა? მთლიანად განადგურდა, ანუ აქ ვიყავი რა იდეაში ჩემ თვალწინა ესე 70,000 ფერფლად როგორ იქცა ჰელსინკორის კლინიკიდან უყურებდი. კოშმარი იყო, აი მეგონა მე დღეს ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან, მეგონა რომ სიზმარში ვნახე. მთლიანად ესე სიგრძეში, აი ალბათ 1-8 მეტრაზე ასული ცეცხლის ენები და მთლიანად აი ესე გაყოლება სინქრონში რა, ესე იწოდა. დრო დავფიქრე რომ რა შეიძლება ყოფილიყო, აი გაფიქრების დონეზეც არ მომდის. თუ ვინმეს ინტერესი იყო, მოდი მამაცხონებულო და გავიტამ ჩემ რაღაცეებს, ხო? რაღაცა დრო მომეცი 1 თვე, 2 თვე ესე შევთანხმდეთ. მეორადების მაღაზია მქონდა, მაგრამ ახლიდან ვერ გაარჩევდით. მინიმუმ 60-70,000 ლარის, აი ძალიან ჩვეულებრივად იყო, აი დარწმუნებული რო ვარ ისე. ფერფლი არის 70,000 ლარის, ფერფლი მიყრია წინ. ინვენტარი, თაროები, ფეხსაცმელებისთვის თაროები მქონდა, საკიდები 270 ლარი მივეცი თითო საკიდში, აი ჩვეულებრივად ფერფლი მიდევს წინ. ფოტოებიც მაგ სანამ დაიწყებოდა ისეთი. გვაჩვენეთ ფოტოები? პატარძალივით იყო რა. პატარძალივით? ალბათ რამდენი რესურსი ჩადეს? ბევრი სხვათა შორის ძალიან. რამდენი წელია ეს თქვენი შემოსავლის ალბათ ერთ-ერთი 10 წელი. საპატარძალო კაბები მქონდა 300 ლარში. ანუ 70,000, აი ესე როგორ აი გავიაზრე ჩვეულებრივად ვიზარალი. ეს უამორჩეული მქონდა ყველაფერი რა, სულ. მათშივარი, რა ვიცი, ჭურჭელია, ვერცხლის სამკაულები, ისე სამკაულები, ბიჟუტერია, აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა. მამაკაცის და ქალის კოლექცია, ყველა სეზონის აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა. სული და გული ჩადევა, აი რაღაცას რო ისე გააკეთებ, აი შვილს რომ მოული, ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო და არაფერი არ დამიზოგე, აი არ ვიცი რა. დაგეთქვით. თვითონ ხალხს რას ატყობთ ბოლო პერიოდში? უფრო მეტად ყიდულობდნენ, უფრო არა, რაღაც ესეთი ლარიანი და 2 ლარიანი რაღაცები რო გაიხსნა, ანუ ეკონომიური მდგომარეობაც ისეთია, რომ 10-დან 8-ს აწყობს 2 ლარი გადაიხადოს, ხარისხს არ დაეძებს და 10 ლარში 5 იყიდოს. ანუ მეორე ტანსაცმელშიც ზოგავენ? მეორე ტანსაცმელშიც ზოგავენ. მერეიდან უნდა მოსულიყვნენ, არ მოვიდნენ? არა, არ მოვიდნენ და ანუ არ ვიცი, არაფერი არ მიყვირს რა იდეაში. ერთადერთი ეხლა რაც მიყვირს, რო აკვირდები, პატიოსნება და ერთგულება მიყვირს მართლა. ოღონდ. ესე ადვილი არ არის, რომ რაღაცა იქნება, ისია რაღაცა ისე ციტატაა რა, ანავით ჩვეულებრივად რაღაცა იქნება. ნორმალურ პირობებში რა უნდა იყოს თქვენი ასეთ, როგორ უნდა მოქმედებდეს ხალხი? არ ვიცი, ალბათ ფართით რო დაგვაკმაყოფილონ პირველი 3 თვე, რომ ქირა არ გადავიხადოთ, რომ რაღაცა ანუ რა სტარტი ავიღოთ. ან რაღაცა ფულადი დახმარება გაგვიწიონ, რომ ფართით ჩვენ ავნახოთ და დასაწყისისთვის არ ვიცი. სახელმწიფოს აქვს ეს ფული როგორც იქნება? რასაც უყურებთ? იგივე პრემიები, პარლამენტარებისთვის გაზრდილი მაგათ რასაც უყურებთ, კი, ახალი ავტოპარკი. თავანთვის კი, ალბათ. კი. თქვენთვის? ჩვენთვის არა. და რა ვიცი, რა გითხრათ. სავარაუდოდ იცი როგორი ის იქნება დიალოგი, მე ის წარმომადგენელი მკითხავს, რომ აქ თუ არა დაზღვეული, მე ვეტყვი რომ არა და დავიშლებით რა და ეს ერთადერთი შემოსავალია. ერთადერთი შემოსავალია ჩემი ოჯახისთვის კი. ახლა რას აპირებთ? არ ვიცი. ღვთისანაბარა ვარ. მაგ სავალდებულოა ის საბანკო ვალდებულებები, ლომბარდი მაქვს, ნუ კომუნალურები თავისთავად ხარჯი როგორც ყველა ოჯახს და არ ვიცი. ვინ მეკვირდებათ დახმარებას? არავინ და არც მოლოდინი არა მაქვს. რატო? აი რატო, რა ვიცი, აი იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობინა და ზოგადად რა. ქვეყნის აიხლანდელი მდგომარეობიდან. ეკონომიკა იზრდება მთავრობა სულ ამბობს. ხო და ანუ გჯერათ მე იცით რა არის, იცი რა მიკვირს. მთავარია მშვიდობა იყოს, აი ამისი აზრი არ მესმის რა.
ტანკები რო არ დადიან ქუჩებში არ ანიშნავს რომ მშვიდობაა ქვეყანაში. უსამართლობა, უკვლელობა, ყაჩაღობა, განუკითხაობა, თვალებში ნაცრის შეყრა და ადამიანებზე ღირსებაზე ფეხები შეწმენდაა. და მარტო ტანკები რო არ დადის, ეს მშვიდობა არ არის, რა ვიცი. ვითხოვთ იმას, რომ ვინმე კომპეტენტური გამოჩნდეს და მოვაქციოს ამ ხალხს ყურადღება. ამხელა ზარალია ეს ხალხია, ხო? ადამიანები არიან. ვითხოვთ ამას. რატო არ მოვიდნენ? უკვე ბათუმში შევეკითხოთ მე საიდან იცი. თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, მიზეზი და მეც მაგას ვკითხულობ, რომ რატო არ მოვიდნენ და რატო არ გამოჩნდა ვინმე ისეთი კომპეტენტური, რომ ამ ხალხს დაელაპარაკოს და რაღაცა შეღავათი არ ითხოვს ეს ხალხი ისეთ რამეს, ითხოვს მინიმალურს ალტერნატიულ ფართებს, ითხოვენ, აი იაფიანის სესხით შეიძლება მისცეს ამ ხალხს, ვისაც დიდი ზარალი აქვს და ნულიდან დაიწყონ და კიდე ბანკები და რაღაცები, კრედიტები, ვისაც აქვს, მინიმუმ დაპაუზდეს მაინც რა, 1-5-6 თვით, რომ ხალხმა დაიწყოს ნულიდან და კიდე ამოქოქო და კიდე რაღაცა გააკეთო და მომავალი კიდე წინ არის და იქნება ალბათ რაღაცა ვალებს და გაისტურებენ და მეორეჯერ დაზარალებული ვარ, დეცკიმიდან მოყოლებული. იქ ვაფშე კიდე ძლივს როგორც იქ და ამოვკაჭე, ეხლა კიდე ისე утоპიაში ვარ რა. იგივე ისტორია მეორდება? თითქმის. აი უცაბედი დილით გაჩენილი ხანძრები მიზეზი რა გონიათ რა შეიძლება იყოს? ორგანოები და გამოიძიონ და მაშინ რა დადგინდა? დღესაც ვიდე სასამართლო და არ არის რა ეს ჩამოყალიბებული დიაბეტი მაქვს 48 წლის კაცს უკვე აი პირველი დაწვიდან მე აი ხა ფიქრობ საზღვარგარეთ წავთ ხო რა უკვე ისეთი სიტუაცია მაქვს ჯანმრთელობას რომ ვერც გავალ საზღვარგარეთ რა არის ვიღაცები რომ შემიძლია ჩამოდი და აქ მოკედავ და რაღაცა საქმეს დავიწყებ და რაღაცა უკვე ფიზიკურად ვეღარ შემძლებ უკვე აი თავს იქეთ ზალა რა ხალხი უკვე რავი ჯანმრთელობა შეწირეს ყველაფერ ამას და მე მეორე კიდე რავი აი თავს ზემოთ ზალა რა ვინ რაც გააკეთებს უკვე აზრი არა ვარ რა შეიძლება ბევრი ადამიანის აი სიკვდილთან დამთავრდეს ეს რა ძალიან ბევრი გაჭიროება აი утоპიაში გაკეთება უკანასკნელი შემოსავალი იყო ამ ხალხის და თქვენთვისაც ეს და ჩემთვისაც ეს იყო შემოსავალი სოციალურ ქსელში ვკითხულობ კიდე რომ აი ხაზარაძის იყო და ვიღაცის და იქ იმათი კომენტარები მე ამათი კომენტარი არ გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს გვერდი დგომა ვითხოვთ, მოვითხოვთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ ამ ხალხს, ამ დაზარალებულ ხალხს ოფიციალურად სახელმწიფო გვერდი დგომა გამოხატოს. ყველა ცარელებია და სამსერტი გამაგებია, სად არის? ყველა თუ ცარელებია და სამსები საწავიდა. სად არის? არაფერი არ არის, მარტო კახალდები და კახალდები და ცარელი კუთებია. სამსები სად არის? ერთი გამაგებია. ყოველი ხალხისა, ხო? მე წავიდე, ა? მე წავიდე. ყუთი არ დაიწყო, ყუთი. სად ნახულობ? ავარი დაიწესა, ყუთი ასე იყო. ხალხო, დებილები ხომ არ ვართ? ვარ დედამიწაზე ყველაზე კანონ მორჩილი ადამიანი, მაგრამ მაიძულეს რომ პოლიციას არ დავმორჩილებოდი. ავედი, ამოვთხარი ჩემი ფეხსაცმელი. ეს აი აგერ ნიმუშები. გადარჩა რამე? რას მიგავდა ხელი ფეხშიც მათ ჩასული აგერ ნახში. ჩემი ფეხი რა გავედი ხეზე და ისე გადავედი. პოლიციას არ დავემარჩა. არა, ტყვია მესროლე მე უთხარი. შიგნითაც ნახში მიდევს ფეხსაცმელში. და გამოვიტანე ეს არ დაიწვა და ჭერზე რომ მედოდა იმის შტაპელები აქობამდე მაინც გაჩერებული იყო, ხო? დამწრობისის და მე ნელა იწვის იქ ეს მძიმეა ეს ასე ჩქარა ვერ დაიწებოდა ადნება ერთმანეთს და ეს მე ვიცი ეს ბავშვთა სამყაროში ჩემი საქონელი რა ფორმითაც დამხდა სხვის მონაყოლს წაკითხულს არ ყვები ცოცხალ გამოცდილებას ყვები მე გიჟი და ავადმყოფი ადამიანი არა ვარ, მე ვარ მართლა მშრომელი ადამიანი, დღე-დაღამე გასწორებული მქონდა. აი ეს საკალმე გადარჩა, რომელიც ჩემს საწყობში მაგიდაზე მედოდა, ეს ორი ფეხსაცმელი. აი დონე გაიანგარიშონ დამწრობის სიჭერიდან რა დონეზე შეჩერდებოდა აი ამათი ნამწვი პირდაპირ გასასვლელ კარებთან ვიყავი ქურდებიც მებრძოდა მანამდე სულ მგელივით ვედექი ჩემს საქონელს დიდი ტერიტორია მქონდა ყველა დამემოწმება ჩემი თანამშრომლები ცუდად ვარ და ისა ასე მგონია რომ ჩემი საწყობი გატეხილია და გატანილია
და მე მარტო ჩემი არა, მე ჩემ თავს არ ვიქებ. ნუ ჩემი იმის სიმაღლე გამოიანგარიშენ ჭერიდან დაბლამდე რა სიმაღლეზე უნდა დარჩენილიყო ნამწვი. მე არაფერზე ანუ დავასუსტოთ პროდუქცია იმდანაც ბევრი იყო რომ ნამწვი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. სიმაღლე უნდა ყოფილიყო მეტი. ნამწვი იყო ამ სიმაღლეზე. აი ამ სიმაღლეზე და ამოვყარე ეს. ხელები იმიტომ გაქვს. ხელი იმიტომ მაქვს, აბა ასეთი ხელი არ მქონდა. ეს წამოვიღე მარტო და ერთი 5 ფეხსაცმელი დავყარე იქ, რომელიც ისა გამოუსადეგარი. მეც და ჩემნაირად არის ყველა მოქალაქე დაუცველი არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ რეგიონში მუშაობს. ჩვენ მესამე დამწვრობაა ჩემთვის. დაუცველი ვარ ნებისმიერი მოქალაქე საქართველოში. ბავშვთა სამყაროში ორჯერ და მესამეა. შვიდობა ხო ქვია. კი, ბომბები არ მცვივა თავზე, მაგრამ ჩვენნაირ ხალხზე არის უმაღლესი ზეწოლა. რა ტიპის ზეწოლა? ზეწოლა ყველანაირად. ჯერ გვემუქრებოდნენ აგერ ჩემი დირექცია, მომატება იქნებაო. რას მიმატება? გადასახადის ვაჭრობა გაიუმჯობეს და უკან მიდიოდა ეკონომიური მდგომარეობა. ხართ ხალხო მოწმეები? გაგიუმჯობესდა თუ შეგიმცირდა და მე გავაჩერე ერთ-ერთი ჩვენი დირექციის წარმომადგენელი და უთხარ ხალხო შეხედეთ ბაზრობას სირცხვილია სიტყვა მომატებაზე ლაპარაკი თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენს შენარჩუნებაზე ეს იგი დაკლებაზე არამც თუ მომატებაზე რის საფუძველზე ყიდველი შემცირებული ეკონომიკა იზრდება ქვეყანაში უკეთესობა სულ ამას გვიმეორებდნენ და თქვენ საპირისპიროს აღწერთ ქვეყანა ორად არის დაყოფილი კაცო მდიდრებად და ღარიბებად ბაზრობები უკვე აღარ სჭირდებათ დიდარი molში მიდის ღარიბი ის ასლარიანიც რო იყოდეს იმის საშუალებაც არ აქვს გადასახადებს ვერ ვერეოდი მე პირადად მაგრამ ვცდილობდი კიდე ველოდებოდი მაგრამ ბოლოდინი რითიდან გავდა რაღაც თითქოს აგენტები შემოდიოდნენ ბაზრობაზე რაღაც აი თითქოს აგენტები დადიოდნენ და სწავლობდნენ აქაურ მდგომარეობას ვიღაცამ დაასურათა ეს ტერიტორია დირექტორ მე ვთქვი ეგ პირველი ჩემ დირექტორს მოყვებოდა ვიღაცა კაცი ის კაცი ვინ არის არ ვიცი და სურათებს უღებდა რამდენი წელია ეს ბაზრობა და გამიკვირდა ეხლა რატო უღებენ ამას სურათებს მე გააგრძელეს გზა და ეს ყველაფერი დაასურათეს და სურათის სახე და ის კაცი მე ვინ იყო ახლა რო დამანახო ვერ ვიცნობ იქ დაწყებული ბოლოში დაწყებული ხანძრის კაი ჩემამდე მოვიდა შუამდე მაგრამ თავამდე როგორ აღმოჩნდა ეხლა ვინმე მოგაქციათ ყურადღება ხელისუფლებიდან მე არ მინახე არა ალბათ ხალხს ვერ დაელაპარაკებიან ჩვენ ვართ ნამდვილი მშრომელი ხალხი ალბათ და ვერ ბედავენ მოსვლას ალბათ რა ვიცი აბა სხვა მიზეზ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში დღეს რომელიმე იმაში არის რაც ხალხს ჭირს ხალხი ხვალ ზეგ სახლებიდან გამოყვრიან ხო ამაში ცოტა თანხა იყო ჩადებული და ამაზე რა ვიცი მე სახლებიდან რატომ კრედიტი იპოთეკაში ჩადებული ბევრი სოხუმის ბლოკადა მაქვს გამოვლილი ბათუმით გადმოვედი ზღვიდან იმ გაჭირვების დროს იმ ბლოკადაში ვარ 7 დღე და ღამე ნამყოფი მე მოხვდი თბილისში და დავიწყე ნულიდან ცხოვრება 3 ჯერ და შედეგი ჩემი 2 წვილი ფეხსაცმელი დამრჩა ამ რამდენი წელია გარეთვე 32 სოხუმის დაკარგვება რა ვთქვა ვის ვებრძოლო ვინ დამიმტკიცებს მე სიმართლეს საქართველოს მოქალაქე დაცული არა ვარ დაცული შვიდობა გაქვთ გვეუბნებიან შვიდობა ფსიქოლოგიური არა ისე კი ბომბები არ არის მაგრამ ცხოვრებას მშრომელი ადამიანი როცა ვერ ეწევა რამ შვიდობა ეს არის